22 წელი გავიდა ზუსტად ამ მოვლენიდან. მე მაშინაც სტუდიაში ვიჯექი და ვაშუქებდი ჩემს კოლეგებთან ერთად ვარდების რევოლუციას. დღევანდელი გადასახედიდან ბევრი რამ კიდევ განსხვავებულად ჩანს, თუმცა ის ემოცია ალბათ ყველას გვიცოცხლდება, რომელიც ერთის მხრივ რაღაც დიდი გარღვევის მოლოდინთან იყო დაკავშირებული და მეორეს მხრივ რისკებთან, საფრთხეების განცდასთან. ეს იყო მშვიდობიანი რევოლუცია, მაგრამ ეს იყო რევოლუცია უზარმაზარი ენერგეტიკით. ამ რევოლუციას სამი ძირითადი ლიდერი ყავდა, თუმცა მათ შორის რა თქმა უნდა გამორჩეული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა ციხეში იმყოფება. საქართველოს და რეგიონის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა პარტიის ლიდერებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დღეს სწორედ რუსთავის ციხესთან გაიხსენეს, სადაც რეჟიმს მიხეილ სააკაშვილი ყავს გამოკეტილი. მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მივულოცო გიორგობის დღესასწაული, რომელიც ძალიან ძვირფასია ყველა ქრისტიანისთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის, ქართველებისთვის, იმიტომ რომ ის საქართველოს მფარველი წმინდანია და ის არის სიმბოლო ქრისტიანულ სამყაროში სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების და ვარდების რევოლუციაც იყო სწორედ ეს, როდესაც სიკეთემ, წარმატებამ, სინათლემ, მომავალმა გაიმარჯვა წარსულზე, სიდუხჭირეზე, უპერსპექტივობაზე, კორუფციაზე, სიბნელეზე, მაგრამ ეს ბრძოლა ჩვენს ქვეყანას და ეს ჯვარი ჩვენ ბოლომდე გვაქვს მისატანი. ახლა უნდა ვისაუბროთ ზუსტად აი ამ ჯვარზე, ასე ცხადია გადატანითი მნიშვნელობით. პეტრე ცისკარიშვილი შეამჩნევდით თუნდაც იმ კადრებში, განსაკუთრებით აი დარბაზში შესვლის მომენტში გვახსოვს პეტრე, მისი სხვა მეგობრები, პოლიტიკური პარტნიორები, უბრალო ადამიანები, ხალხი, რომელთა უმრავლესობის სახელები და გვარები დღესაც არ ვიცით. ამ გაგებით ეს იყო სახალხო რევოლუცია, თუმცა მას ძალიან ძლიერი მაორგანიზებელი გუნდი ედგა სათავეში. დღევანდელი გადასახედიდან მინდა მოვიგონოთ ის დღეები ერთის მხრივ და თქვენ ამ შემთხვევაში როგორც მოქმედ პოლიტიკოს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს მინდა გკითხოთ, რამდენად გარდაუვალი იყო ის, რაც მოხდა ერთის მხრივ და 22 წლის თავზე რა არის ის ძირითადი მემკვიდრეობა, რომელიც ვარდების რევოლუციამ მოუტანა და დაუტოვა საქართველოს. მადლობა გიორგი მოწვევისთვის, პირველ რიგში გილოცავთ გიორგობას, ულოცავთ თქვენს ტელემაყურებელს. მართლაც მნიშვნელოვანი თარიღია უახლოეს ისტორიაში საქართველოს საემოახლოეს წარსულის დღევანდელი გადმოსახედიდან 22 წლის თავზეც ძალიან აქტუალურია ის მოვლენები, რომელიც 2003 წლის ამ დღეს განვითარდა, იმიტომ რომ საქართველოს მაშინ გააკეთა ის შემოტრიალება ნახტომი ერთგვარი მომავლისკენ, ცივილიზაციური შემოტრიალება იყო რეალურად, ბევრ რაღაცას ამბობენ, ხალხს უნდოდა კორუფციის დამარცხება, კრიმინალში ცხოვრებას ვეღარავინ იტანდა, შევარდნაძის ეს დრომოჭმული ხელისუფლება უკვე წასასვლელი იყო, აი ქალბატონი ნინოც ამბობდა, რომ მე ვგრძნობ, რომ რევოლუცია მოდისო ვეუბნებოდი ედუარდს, მაგრამ მას არ ჯეროდაო. ეს ყველაფერი მწიფდებოდა იმის გამო, რომ ქართულ ხალხს უნდოდა დასავლურ ცივილიზაციის განვითარებისთვის, პროგრესისთვის, იმ წარმატებებისთვის, რასაც ჩვენ ხედავდით, თვალყურს ვადევნებდით, გვერდიდან, ტელევიზორით და ასე შემდეგ, გამხდარიყო ამ ყველაფრის ნაწილი. და არ ჩამორჩენილიყავით მართლა არ ვიცი შუა საუკუნეებში, თქვენ რეპორტაჟშიც ახსენებთ, მართლა შუა საუკუნეების სიბნელე და გამოქვაბული სტილის ცხოვრება აღარ უნდოდა ამ ხალხს. მით უმეტეს, როდესაც რაღაც ერთეულები იმ ხელისუფლებასთან დაახლოებული, როგორც დღეს არის ბიზნესმენები, კლანები, რომლებიც ძალაუფლებით სარგებლობენ და ეს მინი ოლიგარქებად არიან ჩამოყალიბებული, ისინი განცხრომაში ცხოვრობდნენ, ახერხებდნენ კიდევაც ქვეყნიდან გასვლას, მაშინ გასაგებია ვიზები იყო, მაგრამ ამ ესე ვთქვათ საბუთებს როგორღაც შეულობდნენ, მიდიოდნენ, ისვენებდნენ, კარგად ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს იყო 1%-ზე ნაკლები ალბათ, ის ადამიანები, ვინც წარმოადგენდა შევარდნაძის რეჟიმის სიახლოვეს დაჯგუფებას, ბიზნეს წრეები, ნათესაობა და ასე შემდეგ, დანარჩენი ხალხი ცხოვრობდა სიბნელეში და სიღარიბეში და ამას ზევიდან კიდე ემატებოდა უგზოობა, სიცივე და კრიმინალი. რა თქმა უნდა, ცივილიზაციური შემოტრიალება და ნახტომი სწყუროდა ქართულ ხალხს და რა თქმა უნდა, ეს რევოლუცია იყო გარდაუვალი, იმიტომ რომ ამისთვის მწიფდებოდა ყოველდღიურად იმ რთულ და მძიმე ყოფაში ჩავარდნილი ჩვენი 4 მილიონიანი საზოგადოება, მაშინ ალბათ 4 მილიონზე მეტიც ვიყავით.
შემდეგ უკვე ამ ბოლო წლებში გავიდა ხალხი, ბოლო 12 წლის განმავლობაში სხვადასხვა მონაცემებით 800,000, 900,000 ადამიანია ქვეყნიდან წასული. ასე რომ აი ეს იყო ყველაფერი მზადდებოდა იქითკენ, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამას ჭირდებოდა ლიდერი, რა თქმა უნდა, აი სამეული, რომელიც ბოლო მომენტში შეერთდა, თორე ჩვენ ორი სხვადასხვა პარტია ვიყავით, ჟუანია ბურჯანაძე ერთად იყვნენ, ალბათ ახსოვს უფრო ჩვენი ასაკის მაყურებელს ეს ისტორია, პოლიტიკური დეტალები ამ ისტორიის, ხოლო მიშა ნაციონალური მოძრაობა და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვიყავით ცალკე ვასპარეზობდით იმ ნოემბრის არჩევნებში, ცალ-ცალკე მონაწილე. მაგრამ ძალიან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობაც ჰქონდა, კოორდინაციაშიც ვიყავით გარკვეულწილად, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები ვიყავით იმ არჩევნებში, რევოლუციამდე 3 კვირით ადრე, 2 ნოემბერს მოხდა, ჩატარდა ის გაყალბებული, მართლა წართმეული არჩევნები, როდესაც ჩვენ პირველი ადგილი წაგვართვეს. 3 ნოემბრიდანვე ჩვენ მოვახერხეთ და გავაერთიანეთ ძალისხმევა, გავაერთიანეთ პარტიული პოლიტიკური ვერტიკალი და პრაქტიკულად რამდენი გამოვიდა 20 დღიანი მიტინგების შედეგად დადგა ის მშვიდობიანი რევოლუცია, რომელიც მიხილეთ თქვენ კადრებშიც. გადავიდეთ მიღწეულ შედეგებზე. ეს წლები ნამდვილად იყო ძალიან აქტიური დინამიური რეფორმების წლები, ინსტიტუციონალური მშენებლობის შეიძლება ასე ითქვას და მთავარი საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარების წლები ამავე დროს, იმიტომ რომ შეიძლება ახალგაზრდებს უკვირთ ამის წარმოდგენა დღევანდელობაში, მაგრამ პირდაპირ გაგებით ის რომ წყლის პრობლემა იყო, შუქის პრობლემა იყო, გათბობის, ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლემა იყო, გზებზე გადაადგილების პრობლემა იყო, გზებზე გადაადგილების ტრანსპორტით უგზოობის გამო და დამატებით ცალკე კიდე კრიმინოგენული სიტუაციის. და საგზაო პოლიცია კიდე ზევიდან ხარჯის თვალსაზრისით. ხო, ან იგივე ციხეებთან დაკავშირებით რო ვლაპარაკობთ, ეხლა ციხე ცალკე სამყარო იყო აბსოლუტურად და ისე იწყება ხოლმე რაღაცების კრიტიკა, თითქოს აი მომენტიდან დაიწყო რაღაც შეცდომების დაშვება, რაც სამწუხარო ფაქტი არის სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მემკვიდრეობებით შევედით ვარდების რევოლუციის შემდეგ სახელმწიფო შევიდა. სახელმწიფოს საერთაშორისო პოზიციონირების კუთხიდან რა თქმა უნდა იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული შეორდნაძის მხრივ, თუ რამე მიმართულებთ იყო წარმატებული მემკვიდრეობა, ეს იყო ჩვენ ქვეყნის გეოპოლიტიკური, მათ შორის სატრანზიტო და სხვა ტიპის ფუნქციების მხრივ მონიშნა რუკაზე, მისი ავტორიტეტისა და ძალისხმევი და რაღაც ეტაპზე სერიოზული გაბედულების წყალობით, იმიტომ რომ ის ტერაქტების ობიექტი რუსების მხრიდან გახდა, ესეც უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, მაგრამ იყო გარკვეული პრობლემებიც. აი დღევანდელი გადასახედიდან მით უმეტეს, როცა ვმჯელობთ იმაზე, აი ეს აშენებული, ამოქოქილი მანქანა სახელმწიფო ინსტიტუციონალური უკან რო დაგორდა ახლა და რაც ხდება ამ ბოლო წლების განმავლობაში, რა არის ის საკვანძო შეცდომები ან შეცდომა, რომელიც თქვენი აზრით იქნა დაშვებული ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, ვარდების რევოლუციის შემდეგ, იმ ვარდების რევოლუციის მთავარი დანაპირებების პარალელურად, რომელიც თქვენი აზრით შეიძლება აღმოჩნდა საკვანძო მნიშვნელობის პრობლემა, რამაც დღეს მოგვიყვანა. მაშინ ჯერ რეფორმებით და წარმატებებით დავიწყოთ, გავყვეთ თქვენი შეკითხვის ქრონოლოგიას. იცით ხშირად ჩვენ ვაწყდებით მაშინ აი იმ წლებშიც მე დღეს თქვენს ინტერვიუშიც თქვი რომ აი პროტოკოცები იმ ეპოქის კოცები 2004-5 წლის ამბობდნენ ესეთ ფრაზას 21 საუკუნეში აბა შუქი არ უნდა გქონდეს ან იმას აღარ აქცევდნენ მაშინაც ყურადღებას რომ 2002 წელი 2003 წელიც 21 საუკუნე იყო მაგრამ გამოქვაბულის ეპოქაში ცხოვრობდით ყველა მიმართულებით აი შუქი გაზი ვახსენეთ უგზოობა კრიმინალი კორუფცია ბიზნესის წარმართვა, დოკუმენტების მოპოვება, საგადასახადო სისტემა, ბიუჯეტი, სეკვესტრები, გარღვევები, უფულობა, ყველაფერი უპენსიობა, ნუ ეკონომიკა პრაქტიკულად არ არსებული, ჩამოშლილი. ყველა მიმართულებით საითაც არ გაიხედავდი ნებისმიერი დარგი, ნებისმიერი სამინისტრო, ნებისმიერი, ესე ვთქვათ, ფუნდამენტური მიმართულება, რაც სახელმწიფო მისაღები გამოსდების კორუმპირებულობის ხარისხი. ყველა მიმართულებით შესაძლებელი იყო ძირეულად, ფუნდამენტურად რეფორმა იყო გასატარებელი. პროგრესისკენ, ევროპული სტილის მმართველობისკენ, ინსტიტუციონალური მმართველობის ჩამოყალიბებისკენ, რაც გულისხმობ, როდესაც რაღაც წესები, კანონები მართავენ და ეს წესები და კანონები არის გამჭვირვალე, ანუ თამაშის წესები მოედანი ყველასთვის არის თანაბარი.
აი ესეთი სტილის მართლობაზე იყო გადასასვლელი ნებისმიერი მიმართულება, საერთოდ არ გაიხედავდა, იმიტომ რომ მანამდე იყო ადამიანების გადასაწყვეტი, რა როგორ მოხდებოდა, ქრთამს მომცემდი, ჩაგრიცხავდი უნივერსიტეტში, ვერ ავიღებდი ქრთამს, დარჩებოდა სულ 500-ანი ყოფილიყო ის ბავშვი, გარეთ პოლიცია არ აიღებდა ფულს, საერთოდ გზაზე არ გაგატარებდა, კრიმინალი რაც გინდა გააკეთებდი, ოღონდ უნდა გადაგეხადა პროკურატურაში, პოლიციაში, სასამართლოში და ასე შემდეგ და გამოძვრებოდი, არ გადაიხდიდი, დარჩებოდი ციხეში. ადამიანებზე, მათ კორუფციულ მისწრაფებებზე იყო დამოკიდებული სახელმწიფოს მმართველობა და ის გადაწყვეტილებები, რასაც ინსტიტუციები უნდა იღებდნენ წესების, კანონების და დადგენილი გამჭირვალე თამაშის წესების მიხედვით. აი, ჩვენ შევეცადეთ, რომ ყველა მიმართულებით ასეთი პრინციპით ყოფილიყო სახელმწიფო მოწყობილი, განათლების სისტემა ახსენეთ, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, საგადასახადო სისტემა ავიღოთ, 20-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის გადასახადი იყო, კაცმა არ იცოდა რა გადასახადები იყო და არც არავინ დიდად ყურადღებას ამას არ აქცევდა, მარტო საგადასახადოს რამდენიმე სპეციალისტმა იცოდა, მოდიოდნენ და ბიზნესმენებისთვის ჰქონდათ განსაზღვრული ეგრეთ წოდებული სტავკა, რაღაცა ნიხრი იყო, ამას ამდენ და ამდენ სიხდიდი გააჩნია შენ ბიზნესის. ორმაგი ბუღალტერია იყო ყველა ბიზნესი, ესე მუშაობდა სხვა გადაუხდიდი, აღარ შეგაწუხებდნენ, არ გადაიხდიდი იმ საგადასახადოსთვის გარკვეულ ქრთამს, მაშინ დაგაყადაღებდნენ და ძალიან ბევრ პრობლემას შეგიქმნიდნენ. ასე იყო მარტივად ყველაფერი მოწყობილი. გამჭირვალეობისთვის და ინსტიტუციონალური მოწყობისთვის და მმართველობისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არა მხოლოდ გადასახადების თვითონ ზომა შევცვალეთ და პროცენტული დაბეგვრა, არამედ 20-ზე მეტი გადასახადიდან ჩამოვიყვანეთ მხოლოდ 6 გადასახადზე. ინფრასტრუქტურაში ყველაფერი ნოლიდან იყო დასაწყები, იმიტომ რომ აეროპორტი როგორი ქონდა, ალბათ ახსოვს ხალხს, ვისაც იმ პერიოდში უწევდა ფრენა, გზები როგორი იყო, წარმოუდგენელი არა მხოლოდ სივიწროვე და გაუვალობა, არამედ ორმოები და იქ არსებული ეს ეგრეთ წოდებული გაიშნიკები, რომლებიც ყველა მანქანას აჩერებდნენ, არ ქონდა მნიშვნელობა და არ ღვევდი თუ არა. ყველა ფუნდამენტურ საყოფაცხოვრებო თუ სახელმწიფოებრივ საქმეს, რასაც არ შეეხებოდი, ყველგან ცვლილება იყო გასატარებელი. მე მაგალითად ის პირველი წლები კახეთში გახდით გუბერნატორი, იყო ტოტალური უშუქობა, სიბნელე, გაზი ჯერ არ იყო შემოსული და მაშინ დავიწყეთ ჩვენ საერთო მრიცხველებით, იმიტომ რომ დენი მოეწოდებოდა რეგიონს, მაგრამ ეს დენი იყო მიღებული, ესე ვთქვათ, უფასოდ. სადამდე როცა იყო ჩართული დენი, იმის ანაზღაურება არც საწარმოებიდან და არც მოსახლეობიდან არ ხდებოდა. საერთო მრიცხველები შემოვიღეთ და ეს იყო მტკივნეული რეფორმა, ხალხს რა თქმა უნდა არ ესიამონა, რომ დენის პური გადასახდელია, მეზობელი არ იხდის, იმიტომ რომ საერთოა მრიცხველი, ყველამ უნდა თანაბრად გადაინაწილოს ეს ხარჯი, ზოგი აქრობს ამ ელექტროენერგიას, ზოგი შუქს ტოვებს ანთებულს, იყო გარკვეული კონფლიქტები. ეს პირველი რაღაცა თვეები იყო, შემდეგ მივედით უკვე განცალკევებულ ინდივიდუალურ მრიცხველებამდე. აი ესე ნაბიჯ ყველა სფეროში დაგვჭირდა ფუნდამენტური რეფორმის გატარება. ერთია ესე ვთქვათ გამრიცხველიანება და ამ თანხების ამოღება, მეორეა თვითონ ელექტროენერგიის გამომუშავება. ეს ესებიც მეცხრე ბლოკი იყო, ენგურჰესი იყო, არ გამოიმუშავებდნენ საკმარის დენს, მაგრამ იმ დენს, რასაც გამოიმუშავებდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ აქ საქართველოში ვერ გაყიდიდი, შევარდნაძის კორუმპირებული მმართველები, აი შემდეგ რო ტიროდნენ, რომ ის დაიჭირეს და ეს ციხეში რატო იჯდა და ასე შემდეგ, ყიდიდნენ თურქეთში, საიდანაც ამ ფულის ამოღება შესაძლებელი იყო. და იმ წիր კილოვატ-საათებს ელექტროენერგიის არის გამომუშავება ზაფხულის თვეებში ხდებოდა ხოლმე, პირდაპირ მიდიოდა თურქეთში. ზაფხულშიც იმიტომ იყო ჩამქრალი ჩვენი სოფლები, თბილის მეტნაკლებად ზაფხულის პერიოდში გრაფიკით, მაგრამ რაღაც მიეწოდებოდა. მოკლედ, კიდე რომელი ერთი სფერო და განათლებაზე, არა მხოლოდ ეს ეროვნული გამოცდები და უნივერსიტეტში ჩარიცხვა, არამედ თვითონ განათლების ხარისხი, უმაღლესი სკოლების თუ საშუალო სკოლის დონე იყო ძალიან დაბალი. ჩვენი დიპლომით ვერსად ვერ წახვიდოდი, ვერანაირ რეალურ განათლებას ვერ მიიღებდი. განათლებულები გამოდიოდნენ მხოლოდ ის ახალგაზრდები, ის ბავშვები, ვინც თვითონ ინდომებდნენ, თვითონ სწავლობდნენ, თვითონ ქონდათ ეს ჟინი, რომ მეტი ინფორმაცია მიეღო. ამ მიმართულებით ინსტიტუციონალური მშენებლობის, წესრიგის დამყარების, სახელმწიფოს ფუნქციისა და როლის გამოკვეთის მხრივ ეს იყო უზარმაზარი გარღვევა.
ამაზე არც ერთი ობიექტურად მოაზროვნე ადამიანი თავის ქვეყნის პატრიოტიკულ შემატკივარი არ დაობს. ჩემი შეკითხვის მეორე ნაწილი უკავშირდება იმას, რა შეცდომა იქნა დაშვებული ისეთი, რომელიც შეიძლებოდა, რომ არ დაშვებულიყო, რამაც შექმნა პრობლემები, რომ აი ეს რეფორმები და მათ შორის ქვეყნის დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოსკენ მავალი გზა შეუქცევადი ვერ გახადა. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ გვაქვს ყველა შეგრძნება იმისა, რომ შევიქეთ და სულ შეგვაქციე სხვა მიმართულებით თუ აი რანაირად სხვათა შორის აი ჩვენს დასავლეთისკენ შემოbrunებას არ შეიძლება ეს არის თქვას, იმიტომ რომ იყო 90-იან წლებშიც გარკვეული სიგნალები შევარდნაძის მხრიდან გაშვებული, მას ესმოდა მეტნაკლებად გეოპოლიტიკა, იმ პერიოდისთვის გასაგები მიზეზების გამო საგარეო საქმეთა მინისტრად იყო კაცი ნამუშევარი საბჭოთა კავშირის, რომ რუსეთზე მიუხედავად იმისა, რომ რუსეთზე დამოკიდებული იყო ქვეყანა ბევრი მიზეზით, მათ შორის ეკონომიკური, ენერგეტიკული და ასე შემდეგ, ბოლომდე მათზე ჩამოკიდება არ შეიძლება და ნატოს კარზე ვაკაკუნებთ ამბობდა, ევროკავშირსაც გარკვეულ სიგნალებს უგზავნიდა, ჩვენთან პირველმა მილსადენმა შევარდნაძის პერიოდში გაიარა ბაქოს სუფსას მილსადენს ჩაეყარა, მაშინ საფუძველი დააშენდა. ანუ აი ეს რაღაც როგორც მინიმუმ დაბალანსებული, მოდით ასე ვთქვათ, პოლიტიკა მას ჰქონდა, მაგრამ ევროპა ჩვენ მაშინ როგორ შემოგხედავდა, როგორც თანასწორს, როგორც პარტნიორს, უბრალოდ ვერ გვიყურებდა ჩაბნელებულ, კრიმინალურ, კორუფციულ ქვეყანას, რომელსაც სახელმწიფოებრივი მუშა მოქმედი ინსტიტუციები არ გააჩნია. რა ევროპაში ინტეგრაციაზე შეიძლებოდა ლაპარაკი მათი მხრიდან, ეს ხო ორმხრივი მოძრაობაა, ევროპასაც უნდა უნდოდეს შენი შემოსვლა და რაც თავარია შენც უნდა კონდეს მისწრაფება, რომ იქით წახვიდე და ატარებდე შესაბამის რეფორმებს, რომ მათ კლუბში ჩაეწერო. აი სწორედ ეს გააკეთა მიშა სააკაშვილმა და იმ ხელისუფლებამ, ჩვენმა ხელისუფლებამ ნაციონალური მოძრაობის 8 წლიანი მმართველობის დროს, მე 8 წლიანს იმიტომ ვამბობ, რომ 2004-ში მოხდა რეალურად ის ხელახალი არჩევნები, 2003-ში უბრალოდ ცვლილებების ეპოქა იყო. 2004-ის მარტში იყო საპარლამენტო არჩევნები და 2012-ში ჩატარდა შემდეგ უკვე შემოდგომაზე აი სავალალო შემოbrunების კონტრრევოლუციის არჩევნები, როდესაც ის ხალხი მოვიდა ხელისუფლებაში, რომლებიც ამბობდნენ, რომ 2005-ში და 2006-ში ამბობდნენ, რომ 21 საუკუნეა და რა თქმა უნდა შუქი უნდა გქონდეს. ან თავისთავად თითქოს ეს ასეც უნდა მომხდარიყო და არანაირი ძალისხმევა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან არ დახარჯულა, ასე იღებდნენ ყველაფერს სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ რო გაგვეტარებინა ორ მაგალითს მოვიყვან, რეფორმა პირველ რიგში მართლმსაჯულების მიმართულებით, რაც აგერ ჩვენ შემოგვიბრუნდა მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად დანაშაულოდ ვამბობ, იმიტომ რომ პოლიტიკური ნიშნით, იმიტომ რომ მისი ეშინიათ, იმიტომ რომ პუტინის დავალება, იმიტომ რომ მან აქ არჩევნებში თავისუფლებაზე ყოფნის პირობებში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ უკრაინაში შეიჭრა რუსეთი და არაწყობთ, რომ ამ პერიოდში მიშა გარეთ იყოს და CNN-ზე, Fox News-ზე თუ სხვა საერთაშორისო აუთლეტებში, ასე ვთქვათ, ტელეეთერებში გამოდიოდეს და საუბრობდეს სიმართლეს, დამაჯერებლად და უხსნიდეს ნებისმიერ საზოგადოებას შეერთებულ შტატებში თუ ევროპაში, სად არის სინათლე, სად არის დემოკრატია და სად არის სიბნელე და რეალური მორდორი, რასაც უკრაინელები ხშირად უწოდებენ ხოლმე ამ რუსეთის შემოსევას. აი ამ მიზეზების გამო ზის ეს ადამიანი ციხეში შეიძლება თავისუფალი, მართლაც სამართლიანი სასამართლოს და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის პირობებში თუ ისეთ რეფორმას გავატარებდით, რომელიც შეუქცევადი ვეღარ იქნებოდა და ალბათ შესაძლებელი იყო ეგეთი რეფორმის გატარებაც, რომ აი ბოლომდე კონსოლიდირებული ყოფილიყო ეს სისტემა, ჩაბეტონებული ყოფილიყო და ხალხს იმდენად მოწონებოდა იმ ეტაპისთვის, რომ ვინც არ უნდა მოსულიყო, აი ბიძინა ივანიშვილის ნაერი ადამიანიც რომ მოსულიყო, არ მიეცათ უფლება ამის წართმევის და უკანწაღების. აი ყველაფერს პობენ ესენი ხა პატრულიც კი დააფუჭეს. ეს არის ის შემთხვევა, როცა თქვენი ყველაზე უკიდურესი ოპონენტებიც კი ოპოზიციურ ფლანგიდან დაგეთანხმებოდნენ. მართლმსაჯულება. ნამდვილად ასეა, ჩემი აზრით ასეა. მეორეც რა არის მეორე? მეორეც მაქვს შემონახული, ასე ვთქვათ, აი ხა სხვათა შორის პაშინიანმა გაატარა ეგ რეფორმა სომხეთში, რომ არჩევნებს პრაქტიკულად იქ ვეღარ აყალბებ.
თავისი მმართველობის რამდენია 6-7 წელია მართავს ქვეყანას პრემიერ-მინისტრია ერთხელ ისიც გარკვეული თავისი ვარდების რევოლუციით მოვიდა იქ ხელისუფლებაში 2018-ში შემდეგ აირჩიეს მეორედაც აირჩიეს ეს ჩვენი შემჩნევა რა თვითონ აღიარებდა პაშინიანი სომხეთში ბაძავს მიხეილ სააკაშვილს შავკატ მირზოევს უზბეკეთში ეძახიან ცენტრალური აზიის მიხეილ სააკაშვილს ეს ესე ვთქვათ, სახელმძღვანელო წიგნი ძალიან ბევრმა ქვეყანამ აიღო შეიარაღებაზე ბოლო 10-12 წლის განმავლობაში და ატარებენ იმ ტიპის რეფორმებს. შეიძლება ზოგი ისე გაბედულად ვერა, როგორც ეს მიშამ გააკეთა, მაგრამ მაინც მიყვებიან აი ამ ტექსტბუქს, როგორც ამბობენ ხოლმე სახელმძღვანელოს, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა გქონდეს, ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გახდეს ესა თუ ის სახელმწიფო, როგორც მაგალითად დღეს უზბეკეთია, როგორც იგივე სომხეთია, მაგრამ მან მოსპო აი ეს ჩვენ ამ პოსტსაბჭოთა სივრცეზე მიღებული ეს რაღაც კომისიების სკოლებში სკოლის დირექტორები კომისიის თავმჯდომარეებად სოფლის გამგებლები რომ მართავენ აბსოლუტურად გამჭვირვალეა აბსოლუტურად დამოუკიდებელია ანუ საარჩევნო ადმინისტრაციის სრული რეფორმირება პროფესორი სიტყვა თავისუფალი არჩევნები ამ თავისუფლებიდან გამომდინარე სამართლიანადაც ტარდება და აბსოლუტურად კონკურენტულ გარემოში ატარებენ აი ეს წინა ხელმძღვანელი პირები სერჟ სარკისიანი და კოჩარიანი არავინ არც ერთი არ ზის ციხეში. ყველა თავისუფლებაზეა და ამ პირობებში ტარდება არჩევნები. ეს რო გაგვეკეთებინა, ისევ და ისევ ვამბობ, შექცევადობა ყველაფრის დასაშვებია, შეიძლება ესეც შემოებრუნებინა და ისევ კომისიები დაებრუნებინა, მაგრამ ისე უნდა გააკეთო რეფორმა, იმდენად მოსაწონი უნდა იყოს ხალხისთვის და იმდენად სწრაფად უნდა მოხდეს აი სისტემური კონსოლიდაცია ამა თუ იმ რეფორმის, რომ შემდეგ საზოგადოებამ არ მისცეს უფლება ივანიშვილი მოვა თუ პეტრიაშვილი რომ შეცვალოს ეს კურსი. ბოლო კითხვა მაქვს, ეს კითხვა უკავშირდება დღევანდელობას. მოცემულობა არის ისე ხარ, რომელშიც ვართ, სიტუაცია რთულია. ამბობენ რომ ერთსა და იმავე მდინარეშიო მეორეჯერ ვეღარ შევლენო. მდინარეში კი შეიძლება შეხვიდე, მაგრამ მდინარის ის ნაკადი არ იქნება, რომელშიც ოდესღაც შესულ ხარ. შეიცვალა დრო 22 წელი გავიდა. შეიცვალა გარემოებებიც და ქვეყანაში ალბათ რთულად წარმოსადგენია იმაზე რთული გარემოებების წარმოქმნა ქვეყნის სუვერენიტეტის, თავისუფლების, დემოკრატიის პერსპექტივის, ევროპისგან დაშორების დინამიკის კუთხით, როგორც დღეს არის. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ამ 13 წლის განმავლობაში ჰქონდა განსაკუთრებული როლი. ნუ შეიძლება ითქვას, რომ ესე ვთქვათ, წინააღმდეგობის მოძრაობა და ოპოზიცია დაშენდა არასწორი სიტყვა ნამდვილად, მაგრამ ის რომ ფეხი მოიკიდა, გაჩნდა და რაღაცას ბოლო წლების განმავლობაში სერიოზულს წარმოადგენდა თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის და მისგან გამოსული პარტიების, ესე ვთქვათ, მედეგობის ბრალია ბრჭყალებში შედეგი. როგორ ხედავთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მათ შორის მიხეილ სააკაშვილის როლს ახალი გამოწვევების მიმართ, რომელიც სრულიად განსხვავებულია და იგივე შევრდნისგან განსხვავებით, ძალიან ბევრი პრობლემები იყო, მაგრამ პოლიტიკური ოპონენტები ციხეში არც მაშინ იყო, არც მიხეილ სააკაშვილის დროს იყვნენ, ახლა მთელი პოლიტიკური სპექტრი, ლიდერები გამოკეტილები არიან ციხეებში და დემოკრატიის ნარჩენები ხა, კუნძულები ხა არის შემორჩენილი, მაგაგები ტრადიციული პოლიტიკური პროცესის ადგილი თითქოს ქვეყანაში აღარ არის. მას როგორ უნდა შეიცვალოს ის, რასაც დღევანდელი ქართულ-რუსული ავტორიტარიზმი ქვია. იცით, მე აი ამ რეჟიმის პირობებში ცხოვრებას, აი ამ პერიოდს უყურებ როგორც ერთგვარ სტიქიურ, ბუნებრივ სტიქიურ მოვლენას, რომელსაც უნდა ებრძოლო, რომელსაც ხელები არ უნდა ჩამოუშვა, თუ თითოეულობა უნდა შენი, ესე ვთქვათ, სახთან მისასვლელი გზა მუდმივად წმინდო, თუ მეწყერია უნდა, ესე ვთქვათ, აიღო ნიჩაბი და ასევე იმუშაო. აი ესეთი ტიპის რუსულ კოცური სტიქია დაატყდა თავს საქართველოს, მაგრამ ჩვენ უნდა ვემზადოთ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ასევე ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს, როგორც ხალხთან მუშაობის თვალსაზრისით, ყოველ დღე ჩვენმა წევრებმა ესეთი ერთგვარი დავალებას ვერ დავარქმე, მაგრამ ესეთი სურვილი არის ჩვენს თანამოაზრეებში, რომ ყოველდღიურად 2 დღეში ერთხელ სულ რამოდენიმე ოცნებისკენ მიდრეკილიან მათი ნომრის გამფერადებელი ამომრჩეველი, რომ გადმოიყვანონ აქეთ მხარეს და აუხსნან რა არის სიმართლე, ჩაახედონ სარკეში, დაანახონ საითმიდის ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნების, სად არის ევროპა, შენ რა პერსპექტივები გელის თუ
ოცნება შეინარჩუნებს ხელისუფლებას და სტატუს კვოს პირობებში მოგვიწევს შემდეგი კიდევ არ ვიცი რამდენი წელი ცხოვრება, შესაძლებელია რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიმხრო, რაც შეიძლება მეტ ადამიანს აუხილო თვალი დღევანდელობაზე და შემდეგ უკვე როგორც აი ამ სტიქიური უბედურების დროს ხდება ხოლმე, აუცილებლად გამოიდარებს, აუცილებლად მზე გამოვა, აუცილებლად გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიცვლება და პოლიტიკური პატიმრებიც პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებაზე იქნებიან, ჩვენი პარტნიორები ამ საქმისთვის აუცილებლად მოიცლიან, მას შემდეგ რაც დასრულდება რუსეთის აგრესია და ომი უკრაინაში და მაგ დროისთვის ჩვენ ვიქნებით ჩემის აზრით, როგორც მინიმუმ უნდა ვთქვათ, რომ უნდა ვიყოთ იმ ოპტიმალურ კარგ ფორმაში, პოლიტიკურ კარგ ფორმას გულისხმობ, რომ ნებისმიერ გამოწვევას იქნება ეს თავისუფალი არჩევნები თუ ნებისმიერი სხვა, უპასუხოთ და ეს რეჟიმი, თუ მოისურვებენ ოპოზიციაში გადასვლას, ხა მაგალითად მოქალაქეთა კავშირი ისე გაქრა, რომ საერთოდ აღარ არსებობდა ესეც, რადგან არანაირ იდეოლოგიაზე არ არის. ყველაფერთან ერთად ცვლილების ფორმაზეც არის. პრინციპებზე არ არის, ხო და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფული აერთიანებთ მათ, შეიძლება საერთოდ გაქნენ პოლიტიკური ცხოვრებიდან შეიძლება გადაინაცვლონ ოპოზიციაში. ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ ჩვენ მაგ დროისთვის უნდა ვიყოთ საუკეთესო ფორმაში. ეხლა ხელებს ნუ ჩამოუშვებთ, აუცილებლად აი ხა შეიძლება ვიღაცას ის 28 პუნქტიანი გეგმა არ მოწონს, მაგრამ ვერ მოხდება ისე, რომ შავმა ბნელმა ძალამ, როგორც არის რუსეთი, რომელიც არის აგრესორი და შეიჭრა მეზობელ ქვეყანაში გაიმარჯვოს და ეს გამარჯვება დაუშვან ევროპამ, შეერთებულმა შტატებმა, მთლიანად ცივილიზებულმა სამყარომ. ამაზე არის გარკვეული ახალი სიგნალები, ინფორმაციები, ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ გადაცემის მეორე ნაწილში. მადლობა პეტრე ცისკარიშვილს. დიდი მადლობა მას დამშვიდობოთ.